Ახო საპატიმროში შიმშილობს მისი წერილიდან ირკვევა რომ შიმშილობა დაიწყო 27 ოქტომბრიდან მინდა გითხრათ რომ ახლა იმაზე უფრო თავისუფალი ვარ ვიდრე გარეთ ყოფნისას უბრალოდ ამოთხ კედელში დატყვევებული ბრძოლის სხვა გზას ვერ ვხედავ და ვიწყებ ისევ შიმშილობას წერს სამოქალაქო აქტივისტი ის პროტესტის უკიდურესი ფორმით როგორც არის შიმშილობა ამბობს რომ სოლიდარობას უცხადებს ყველას ვინც დღეს საქართველოში რეპრესიების სამიზნეა იცით რომ ბისხელაური 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეა და ათონელის რეზიდენციასთან მომხდარის გამოა დაკავებული სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან მას თეო ბზიშვილი პატიმარ ბახოფისხელაურის მეუღლეა ჩვენთან ახლა ხაზზე მოგესალმებით თეო მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის პირველ რიგში გითხარით მეუღლის мотиваციის შესახებ გაირკვა რომ ის 27 ოქტომბრის შემდგომ შიმშილობს ანუ მეხუთე დღეა უკვე როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა არის მისი мотиваცია დიახ, ვახო შიმშილობს მეხუთე დღეა 27 ოქტომბრიდან პროტესტის აღნიშნული ფორმისთვის კიდევ ერთხელ მიმართვა მოუწია იმის გამო რომ სოლიდარობა გამოუცხადოს რუსთაველზე ჯერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს და შემდგომ ვიცით რომ განმეორების შემთხვევაში შეიძლება სისხლთაც დააკავონეს ადამიანები. გარდა ამისა დანარჩენ ტყვეებსაც უცხადებს სოლიდარობას და რაც ყველაზე ასე ვთქვათ ხაზგასასმელია ვახოს აღნიშნულ პროტესტში არის ის რომ ციხეში ბევრად მეტი უკანონობა ხდება ვიდრე ის რომ იქ იმყოფებიან პოლიტიკური ნიშნით დატყვევებული ადამიანები. ვახო საუბრობს იმაზე რომ ყველას ბრალი აბსოლუტურად ვინც არის ციხეში შეიძლება გახდეს გადასახედი იმიტომ რომ იქ არიან სხვა ადამიანებიც რომლებიც თურმე ასევე შიმშილობენ მაგრამ ამ ადამიანებზე არ ლაპარაკობს არავინ შეგიძლიათ მეტი გითხრათ ამ ადამიანებზე ვინ შიმშილობს რა мотиваციით პირობითად რომ გითხრათ აი ნახე ბოლო პერიოდში ჩვენ ახლა ვაკვირდებით კორუფციის რამხელა მასშტაბებზე გადიან ესენი და მაგალითის სახით რო გითხრათ რა ვიცი ხა ვიღაცას ედავებიან არ მახსოვს ახლა კონკრეტულად აქეთში და ქართლისგან დააკავეს ვიღაცა რომელსაც თურმე 300 ლარი უნახეს ქრთამის სახით აღებული გარდა ამისა ჩვენ იგივე ქვეყანაში ანუ საქართველოში ვხედავთ რომ ვიღაცას შეუძლია 7 მილიონი დოლარი მოგპაროს და იყოს თავისუფლებაზე. აი თქვენ ახლა რამდენად ასე ვთქვათ სწორად მიგაჩნიათ რომ ვიღაცა რომელსაც 300 ლარის მოპარვას ედავებიან და საერთოდ არც შეიძლება დადასტურდეს ეს თანხა მოპარულია თუ არა იყოს ციხეში და ეხა ეგ ადამიანი შეიძლება უყურებდეს ტელევიზორს და ხედავდეს რომ ვიღაცა მილიონობით დოლარი მოიპარა მაგრამ გარეთ არის. ხო ორმაგი სამართალი და ორმაგი მიდგომა რეჟიმს ახასიათებს ერთი ხელით ის რაღაცა შიდა კლანურ დაპირისპირებაშია ჩართული და მილიონების ამოღებით რომელიც კაცმა არ იცის საწავა ამოღების შემთხვევაში რომ არა ხალხთან ეს ცხადია და მეორე ჩვენ ხედავთ პროტესტის სამაგალითო დასჯას და რეპრესიებს. ვახოს შესახებ რომ მოვუყვეთ მაყურებელს ის 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული, მაგრამ მანამდეც ვახო არაერთ გზის გამხდარა ამ რეჟიმის სამიზნე. აი მთელი ეს ისტორია თქვენი მეუღლის დაგვირგვინებული 4-ში ის არის პროტესტის უწყვეტი მონაწილე და 4-ში მომხდარის გამო ყოველ შემთხვევაში ბრალდება ამას ედავება ის ჩასვეს ციხეში. აი ის როგორ აფასებს მის გზას პროტესტს ახლა გარეთ და 4 ოქტომბერს რომელიც გამოიყენა თუ არა რეჟიმმა სათავისოდ ეს ცდილობს თუ არა ყოველ შემთხვევაში ამას უპირველეს ყოვლისა მინდა ვისარგებლო თქვენი ეთქერით და ვთქვა რომ ვახოს წინაშე არის სახელმწიფო დამნაშავე და არა ვახო პირიქით სახელმწიფოს წინაშე დამნაშავე აი არ ვიცი სწორად ვახდენ თუ არა ფორმულირებას და შესაბამისად არა მარტო ვახო არამედ სხვა ადამიანებიც ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან ერთადერთი დამნაშავე ვინც არის ანუ მოძებნაც აღარ გვჭირდება არის ქართული ოცნების ხელისუფლება რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და უარესი ძალიან ბოროტად იყენებს აღნიშნულ ძალაუფლებას ჩვენს წინააღმდეგ და ეხება არ ვიცი ყველაზე ძვირფას ეროვნულ ინტერესებსაც კი ხო ჩვენ ამაზე დავიწყეთ უფრო მასშტაბური პროტესტი ვიდრე თუნდაც კორუფციაზე ანუ ეს რაღაცებზე ყველამ ვიცოდით რომ კორუფცია იყო ქვეყანაში და მგონი რომ ყველამ ვიცოდით მე ესეც განცდა მაქვს ყოველ შემთხვევაში ვიცოდით არა მარტო ვიცოდით არამედ ყვებოდა ამ საგამოძიებო
საინტერესო ჟურნალისტიკა ფაქტებზე დაყრდნობით, უბრალოდ დღეს ვინც ამბობენ, რომ 13 წლის თავზე აღმოაჩინეს, თუმცა თურმე ამ ქვეყანაში კორუფცია, ისინი მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენს რომელიმე მთავრობის წარმომადგენელს ან ჩინოვნიკს წინ რომ მილიონები დაუდოთ, ხელს არ გაიშვერენო მის ასაღებათო. ირაკლი კობახიძის ფრაზა იყო. თქვენ მინდა კრიტიკულ მედიებს, რომლებიც არ ვიცით გახართ სიმართლის სადარაჯოზე ამ ქვეყანაში, გადაგიხადოთ მადლობა, რომ რეალურად მათ ამხელდით გაცილებით ადრე. და როდესაც თქვენ მათ ამხელდით, მაშინვე რომ ყოფილიყო რეაგირება შესაბამისი, შეიძლება ეს ქვეყანა ახლა გაცილებით წინ ყოფილიყო, ხო? ხო, რაზე მინდა გავაგრძელო, ანუ ვახო სისტემური ძალადობის ქვეშ უკვე ძალიან დიდი ხანია მოკლედ იმყოფება. ერთი ის, რომ ადამიანი გაიტაცეს საკუთარი კორპუსის ეზოდან, დაუმტვრიეს ნეკნები, გაძარცვეს და აღმოჩნდა ისე, რომ 12 ვიდეო კამერის ჩანაწერები ვერ ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რაც ყველაზე ირონიულია ამ ამბავში არის ის, რომ 112 კამერის ჩანაწერიც უნდა ქონოდათ საქმეში. და ყველაზე ცუდი იცით რა არის? მე მაღაზიებში მიდასტურებენ, რომ კამერის ჩანაწერები გატაცებიდან ალბათ 9 საათში უკვე ამოღებული ჰქონდათ. ვის? უკვე. საგამოძიებელს, შინაგანს. და ამბობენ, რომ არ არსებობს. კი, ოფიციალურად და ვახო სხვათა შორის დასარალებულად ცნეს ამ საქმეში, ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ კამერის ჩანაწერებზე ვერ მოიპოვეს წვდომა. და შესაბამისად, ამიტომაც დაიარება ქუჩაში 3 კრიმინალი. 3 ადამიანმა გაიტაცა ვახო, როგორც ის იხსენებს. ასევე ვახოს ორჯერ მოუვიდა, ანუ ბევრჯერ არის დაჯარიმებული და ვახოს ჯარიმები რა მოსატანია, როდესაც ვიღაცები 9 მილიონს გაცდნენ უკვე. მადლობა თითოეულ აქციის მონაწილეს, რომლებიც აი ამ ტერორის მიუხედავად იცავენ ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, ხო? უბრალოდ ვახოს დაჯარიმება არის კომიკური, იმიტომ რომ იმყოფებოდა სამსახურში. მაღაზიაში აკეთებდა მობილურს, არის მოხმარებელმა დაუტოვა და აკეთებდა მობილურს და მოუვიდა ორჯერ გზის გადაკეტვაზე ჯარიმა 5000 ლარიანი. იმ დღეზე, როდესაც თვითონ მაღაზიაში იმყოფებოდა, თურმე რუსთაველის გადაკეტვაც მოახერხა.